საკრებულოს წევრი ზაზა გაბონია გუდაურის განვითარების ფონდსა და შპს ჯორჯიან დანს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს. გაბონიას თქმით, გუდაურის განვითარების ფონდმა პრემიერ-მინისტრ ნიტა გილაურის ბრძანებით კომპანია ჯორჯიან დანს ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გაუფორმა და სასტუმროს მშენებლობისთვის საჭირო თანხა 6 მილიონი ლარი უკვე გადაურიცხა. გაბონიას მტკიცებით, სასტუმროს მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა, ხელშეკრულებით დადრენილი ვადა კი ივლისში ამოიწურა. საკრებულოს წევრები გუდაურის განვითარების ფონდისგან აღნიშნულ კითხვებზე პასუხს ითხოვენ. გაბონიას განცხადებას უკვე გამოეხმაურა გუდაურის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე, რომელმაც ბრალდებები უარყო და განმარტა, რომ ხელშეკრულების ვადა ჯერ არ ამოწურულა. ამ დრომდე საძირკველისგან ეს იქნება, ამიტომ 6 მილიონი 100.000 დღეის მდგომარეობით უკვე 2012 წლის ბოლოსაც კი აღნიშნულ ტერიტორიაზე არც კი დაწყებულა სასტუმრო მშენებლობა. იქ არ განხორციელებულა პროექტის შესაბამისად არავითარი ინვესტიცია და შესაბამისად კითხვებს იწვევს თანხის ხარჯვის პროცესი და ზოგადად თუ საწავი და 6 მილიონზე მეტი ლარი. ხელშეკრულების ვადა არ სრულდება, არ დასრულდა ამ წლის ზაფხულში, არამედ ხელშეკრულების ვადა იწურება დეკემბრის დასაწყისში. კომპანიას შესრულებული აქვს რიგი სამუშაოებისა სასტუმრო მშენებლობასთან დაკავშირებული. სამუშაოების მოცულობა დადასტურებულია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. ყველა თანხა შესრულების მიხედვით არის გადარიცხული.